ოცნება ნატოს გენერალური მდივნის განცხადებამ გააღიზიანა. მთელი დღეა ოცნების ლიდერები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ჩვეული პროპაგანდით აკრიტიკებენ და ნატოს ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებენ. წილოსანის მტკიცებით კი საქართველოში 2008 წლის რუსულ აგრესიას სათავე ნატოს სამიტზე გაჟღერებულმა იმპოზიციამ დაუდო, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდებოდა. მე ამიტი არ ვარ იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება, ძალიან შეშფოთებულები ვართ, თქვა გუშინ მარკ რუტემ. პატიმრობაში მყოფი ოპოზიციის ორი ლიდერი სააკაშვილი და მელია მეორე დღეა სავარაუდოდ ერთმანეთის შესახებ განცხადებებს აკეთებენ, თუმცა სახელებს არ აკონკრეტებენ. მელიას განცხადებით ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ივანიშვილზე გაყიდული და გარიგებული უწოდა, ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში ვერ ვიქნები, თქვა კოალიცია წყვილებისთვის ლიდერმა სასამართლოს ხდომაზე. განცხადებას დღეს სააკაშვილი გამოეხმაურა და დაწერა, რომ როცა საჯარო სივრცეში საუბარს იწყებენ, მე არც ნაცი ვარ და არც კოცი, ჯობს დაამატონ, მე ვარ იდიოტი. ჩვენმა დელეგაციებმა ჟენევაში განხილული წინადადებების ძირითად პირობებთან დაკავშირებით საერთო შეთანხმებას მიაღწიეს წერს უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი. რუსტემ უმეროვის თქმით, მოუთმენლადელიან ზელენსკის ამერიკაში ვიზიტის ორგანიზებას და ტრამპთან საბოლოო მოლაპარაკებებს შეთანხმებების მისაღწევად. განახლებული სამშვიდობო შეთანხმება არ მოიცავს უკრაინის არმიის რაოდენობის მკაცრ შეზღუდვაზე არსებულ პუნქტს. ამის შესახებ ABC News-ი კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.